თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რამდენად ახლოა საქართველოს პერსპექტივასთან დაკარგოს ეს პრივილეგია. რიკარდ იოზვიაკი, თამარ გუგულაშვილი და მიხეილ მირზიაშვილი იმსჯელებენ ჩემთან ერთად. ეს არის შანტაჟის მცდელობა, თუმცა იმდენად გაუფასურდა ყველა ეს მცდელობა თითქმის წლების განმავლობაში, იმდენად დაკარგა ფასი ასეთ მოქმედებებმა, რომ ხედავთ ხალხი საერთოდ აღარ რეაგირებს ამ ყველაფერს. როდესაც ქართულ ხალხს ემუქრებიან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით, პირიქით ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ ძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ ევროპულ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ადგილობრივ აგენტურაში. ძიმე ვითარება ისინი, რა თქმა უნდა, ხალხს ეწოლით, ვერავითარ დამუქარით, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი გუშინ 9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რას მოივლის 11 ივნისს ევროკომისიის მიერ დაგეგმილი შეხვედრიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ერთი დღით ადრე ამ საკითხს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაო დონის შეხვედრიდან მაკა ბოჭორიშვილი მოელის, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის თქვა წინაპირობები, რა წინაპირობებიც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამერტმა 8 ივნისს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოსთან 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც გამოიწვია უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. კონტექსტისთვის 2026 წლის მარტში წევრი ქვეყნების თანხმობის შემდეგ კომისიამ 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან აყალიბებს ეგრეთ წოდებულ გაძლიერებულ დიალოგს. ამის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამ კონტექსტში 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. აი რას ეხება ეს შეხვედრა. შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრეს იმ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ვიზა ლიბერალიზაცია, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს. ეს ქმედებები შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. როგორც მოისმინეთ, ლამერტმა თქვა, რომ კომისიის შეფასებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზა ლიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემას და დემოკრატიულ პრინციპებს. მანვე გაიმეორა ევროკომისიის პოზიცია, რომ ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას და ხაზი გაუწვა, რომ ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში. 5 ივნისს რადიო თავისუფლებამ დაწერა, რომ ბრიუსელში ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა მათ უთხრა, რომ შეხვედრის მიზანია საქართველოს გააგებინოს, რომ საქმე სერიოზულად არის. 11 ივნისის შეხვედრა ერთგვარი ბოლოსწინა ხაზია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვამდე. უთხრეს რადიო თავისუფლებას წყაროებმა ბრიუსელში. ერთ-ერთი თანამდებობის პირმა გითხრა, რომ იმედი აქვთ თბილისი გამოუშვებს ვინმე შესაბამის ადამიანს, ისეც ვისთანაც კონსტრუქციული საუბარი იქნება შესაძლებელი, რათა დიალოგი შედგეს და არ მოხდეს იგივე, რაც 2025 წელს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის მცდელობისას მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით ამ პოზიციას გიორგი ტაბატაძე იკავებს. ანალიტიკამ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ჩაწერა.
Ricard, thank you. რიკარდ, გმადლობთ თქვენი დროისთვის და იმისთვის, რომ ჩემს კითხვებს პასუხობთ. გთხოვთ, დავიწყოთ 11 ივნისის შეხვედრის მნიშვნელობით და იმით თუ როგორ შეიძლება აისახოს ის ჩვენზე საქართველოს მოქალაქეებზე. I mean, this is a meeting on officials levels. ეს არის შეხვედრა ოფიციალურ პირთა დონეზე, ასე რომ აქედან ბევრი დიდი სიახლე არ გამოვა. შეიძლება ითქვას, ეს არის ერთგვარი შუალედური შეხვედრა მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. ეს იანვარში მოხდა, ასე რომ ახლა ჩვენ ნახევარ გზაზე ვართ იმ პერიოდიდან ვიზა ლიბერალიზაციის მომდევნო ანგარიშამდე, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდება. ეს ცოტა იმას ჰგავს, სკოლაში რომ დადიხარ და ივნისის საბოლოო გამოცდების წინ დეკემბრის ნიშნების ფურცელს რომ გაჩვენებენ. უბრალოდ ცოტა პირიქითაა შემოტრიალებული. ასე რომ, რასაც ისინი ახლა იტყვიან, ძირითადად იქნება ის, რომ შეაფასებენ სად მიაღწია საქართველოს პროგრესს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრი იყოს, რადგან მათ რეალურად არ ჰქონიათ პროგრესი. შემდეგ კი იქნება გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ისინი უნდა გააქტიურდნენ, რადგან დეკემბერ-იანვარში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდეს ეს პროცესი. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებს ახლა სანერვიულო არაფერი აქვთ, მაგრამ თუ საქართველოში პროგრესი არ იქნება, მათ შესაძლოა დეკემბერ-იანვარში მოუწიოთ ნერვიულობა. In December, January. I want to read out. მინდა წავიკითხო ერთ-ერთი აქცენტი ბატონ მარკუს ლამერტის განცხადებიდან. მან ასეთი რამ თქვა: კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ვიზა ლიბერალიზაციას, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემას და დემოკრატიულ პრინციპებს. ეს ქმედებები შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. რას ნიშნავს ეს აქცენტი 11 ივნისის შეხვედრის კონტექსტში და მის მიღმა, როგორც თქვენ ახსენეთ, დეკემბრის ანგარიშთან მიმართებით? This is what European Commission has to ეს არის ის, რასაც ევროკომისია უკვე ნახევარი წელია ამბობს და ამას კიდევ ერთხელ ეტყვიან ქართველ ოფიციალურ პირებს, როდესაც ისინი ხვალ ბრიუსელში ჩავლენ. ჩვეულებრივ ენაზე რომ გადავთარგმნო, ეს არსებითად ნიშნავს: ხალხო, თქვენ არ ღვევთ წესებს, არ ღვევთ კანონებს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმით, რასაც აკეთებთ და თუ ასე გააგრძელებთ, ამას მოხვდება შედეგი. ეს არის არსებითად ის, რასაც მარკუსი დიპლომატიური ენით ამბობს და ამას შეიძლება ჰქონდეს ეფექტი. გულისხმობ იმას, რომ ბირთვული ვარიანტი არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ყველასთვის, რადგან ევროკავშირი ამას წლიდან წლამდე ასე უბრალოდ არ უყურებს. რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ მხოლოდ ის ადამიანები დასაჯონ, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, ანუ ქართველი ოფიციალური პირები. მაგრამ როგორც იცით, სანქციები ერთსულოვნად მიიღება. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას კი მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება. ასე რომ, ნელ-ნელა, რასაც ისინი ხვალ იტყვიან, არის ის, რომ გააფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას. თქვენ ან განახორციელებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც მოგთხოვეთ, ან ამას მომავალში მძიმე შედეგები მოხვდება. არა ახლა, მაგრამ საბოლოოდ. now, but eventually. Mr. Lamert, შესაძლოა ბატონი ლამერტის აქცენტი ასევე ხას უსვამდეს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი არ მიჯნავს ერთმანეთისგან ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ მოთხოვნებს და იმ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად ედება მთელ ამ პროცესს და ამ პრივილეგიას ნებისმიერი ქვეყნისთვის. ვინაიდან რასაც ჩვენ ქართული ოცნების ოფიციალური პირებისგან დღემდე ვისმენთ, ის არის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის ტექნიკური მოთხოვნების შესრულებაში ისინი ფაქტობრივად ლიდერები არიან და თითქმის ყველა ტექნიკური მოთხოვნა აქვთ შესრულებული. ამიტომ ვერ ვიგებთ, რატომ შეიძლება ამ ტექნიკური შეხვედრის დროს რაიმე შედეგი მოჰყვეს ვიზა ლიბერალიზაციას ყველასთვისო. for everybody. Yes. დიახ, ორივეა, ტექნიკურიც და უფრო პოლიტიკური საკითხებიც. ყველაფერი, რაც პოლიტიკაშია ჩართული, ტექნიკურიცაა და პოლიტიკურიც. ასე რომ, ადამიანების უფლებების ასპექტი ვიზა ლიბერალიზაციაში ნათელია, რომ ადამიანების უფლებების ასპექტი დიდია. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ასე რომ, თუ ამას არ შეასრულებ, პრობლემები შეიქმნება. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, თუ გადახედავთ დეკემბრის ბოლო ანგარიშს, იქაც იყო ტექნიკური საკითხები, რომლებიც ქართველებმა არ შეასრულეს, როდესაც საქმე ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მიცემას, როდესაც საქმე ეხება უვიზო რეჟიმის ვადის გადაცილებას, გარკვეულ კანონებს და ასე შემდეგ. ასე რომ, დიახ, იქნება ტექნიკური პრობლემები და არის კიდეც ტექნიკური პრობლემები, მაგრამ არსებობს უფრო დიდი პოლიტიკური პრობლემაც და ეს საკითხიც დაისმება. თუმცა, იცით, ადამიანების უფლებების კომპონენტი არ არის ტექნიკური საკითხი. ეს მთელი პაკეტის ნაწილია. ეს ძალიან კონკრეტული რამაა. ასე რომ, მას ისეთივე წონა აქვს, როგორც ბატონმა ლამერტმა თქვა, როგორც ნებისმიერ ტექნიკურ საკითხს საშინაო საქმეთა რეგულაციების შესახებ. Regulations.
ეს არის ზუსტად პოლიტიკური კონტექსტი, რასაც მე ვგულისხმობ. ქართული ოცნება ამბობს, რომ იცით, ჩვენ ვერ გავცვლით ქვეყნის სუვერენიტეტს მარწყულზე. მარწყულში ვიზა ლიბერალიზაცია იგულისხმება. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შეზღუდვა იმის შესახებ, თუ როგორ მართონ საკუთარი ქვეყანა. Well, but I mean, I'm not going to არ ვაპირებ ქართულ ოცნებასთან დებატებში შესვლას. ისინი ამბობენ იმას, რასაც ამბობენ. საინტერესოა, რომ სოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას აქვს ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირთან. მოლდოვას, უკრაინას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ისინი არ არიან სუვერენულები. ან სად არის აქ ლოგიკა? უკრაინა არ არის სუვერენული ქვეყანა. მოლდოვა არ არის სუვერენული ქვეყანა. მონტენეგრო არ არის სუვერენული ქვეყანა. იცით, ეს უბრალოდ ძალიან უცნაური არგუმენტაციაა. თქვენ საქართველომ ან ყველამ, ვისაც აქვს ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირთან, მიიღეთ პრივილეგია, რადგან ეს არის პრივილეგია იმოგზაუროთ ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ. მაგრამ ამასთან ერთად თქვენ უნდა დაიცვათ უამრავი წესი. ეს ელემენტარული რამ არის. იგივე ხდება ამერიკაშიც რომ წახვიდეთ. ასე რომ, იცით, თქვენ ან ასრულებთ წესებს, ან არა. და თუ ბრიუსელში უკმაყოფილებაა, მაშინ არსებობს შანსი, რომ ეს დაკარგოთ. ეს ძალიან მარტივია. ამას საერთო არაფერი აქვს სუვერენიტეტთან, რადგან მაშინ სხვაგანაც არ ყოფილა სუვერენიტეტი. ნუ თუ ბრიუსელი მართავს ყველა სხვა ქვეყანას, ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას. მე ასე არ ვფიქრობ. I don't think so. ასევე არის თუ არა მნიშვნელოვანი რა ტიპის ფორმულირებებს ირჩევს ქართული ოცნება, როდესაც საუბრობს მაგალითად ევროკავშირის ელჩზე საქართველოში ან გერმანიის ელჩზე საქართველოში და ეს რიტორიკა არის თუ არა ეს იმ პოლიტიკური კონტექსტის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. Yes. I mean დიახ, როცა საქმე ეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ადამიანის უფლებების კუთხე მნიშვნელოვანია. ამ კუთხით გარკვეულწილად იგულისხმება ისიც თუ როგორ ურთიერთობ ადამიანებთან და განსაკუთრებით ევროპის სხვა წარმომადგენლებთან. და გარდა ამისა, ეს პოლიტიკურადაც არ არის ძალიან ჭკვიანური, რადგან გერმანია მაგალითად არის ევროკავშირის უდიდესი ქვეყანა და აქვს ყველაზე დიდი გავლენა და მათ საბოლოოდ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ შეურაცხყოფის მიყენება მაგალითად გერმანიის ელჩისთვის არ არის ძალიან ჭკვიანური, რადგან ესეც ფიქსირდება. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ძალიან განაწყენებულები არიან, არის ის, რასაც ისინი უწოდებენ ქართველი ოფიციალური პირების გულგრილობას, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან დიალოგს. გახსოვთ, ასევე უნდა გამართულიყო დიალოგი ადამიანის უფლებებზე, რომელიც საქართველოს მიზეზით არ შედგა. იყო კიდევ ერთი საკითხი, რომ საქართველო რეალურად უნდა ყოფილიყო განხილვის თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მომავალ კვირას, როდესაც ისინი ლუქსემბურგში შეიკრიბებიან. ეს აღარ მოხდება, რადგან ისინი ვერ ხედავენ ვერავითარ დიდ პროგრესს საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ რა შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეების რეალისტური მოლოდინი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე და ხედავთ თუ არა ამ სიტუაციის შეცვლის რესურსი. I wouldn't press the panic button yet. მე თიც ჯერ არ დავაჭერდი პანიკის ხილაკს. ვფიქრობ, ვიზა ლიბერალიზაციით კიდევ რამდენიმე თვე ისარგებლებენ. მე არ ველოდები რაიმე დიდ ფეიერვერკს ხვალინდელი შეხვედრიდან. ეს არის ტექნიკური შეხვედრა უფრო დაბალ დონეზე. მაგრამ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ შეშფოთებულები სამომავლოდ, რადგან რაღაც მომენტში რაღაც მოხდება. მე არ ვიძლევი გარანტიას, რომ ეს მოხდება ან არ მოხდება იანვარში, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, მაგრამ ეს სავსებით შესაძლებელია. ასე რომ მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ ამისთვის და მაშინ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს მათთვის ახსნა, თუ რატომ ვეღარ მოგზაურობენ იტალიაში, ესპანეთში ან შვედეთში ვიზების გარეშე. როგორია მოლოდინები თქვენს წყაროებს შორის? ისინი კვლავ იმედოვნებენ ცვლილებებს. მათ არ სურთ მთელი მოსახლეობის დასჯა. ყველაზე ადვილი მათთვის იქნებოდა საქართველოს მაღალჩინოსნების დასჯა, მაგრამ ამ ნაწილში ერთსრულოვნება ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომაც ღიად ამბობენ, რომ ფასი შეიძლება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება იყოს ყველასთვის. რიკარდ, ჩემი ბოლო კითხვა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ვინაიდან ამ 11 ივნისის შეხვედრის მიზანი ასევე არის იმ გარემოებების განხილვა, რამაც გამოიწვია საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება თავდაპირველი 12 თვის ვადით. მოილით თუ არა, რომ ძალაში დარჩება წინა პირობები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს გარემოებები და რა შეიძლება იყოს ეს
ეს წინაპირობები იქნება ისინი ისეთივე, რაც ზოგადად გვესმის და რაც უცვლელია ევროკავშირის ოფიციალური პირების რიტორიკაში, ზოგადად ქართული ოცნების ოფიციალური პირების მიმართ, მათ შორის კანონების გაწვევა და ზოგადად საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე მეტი ზრუნვა. შენარჩუნდება ეს აქცენტები. You said it, yes. დიახ, თქვენ ვეთქვით. დიახ, წინაპირობები იგივეა. ეს არის ის კანონები, რომლებიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის ადამიანის უფლებების პუნქტები. ასევე გარკვეული საკითხები, როდესაც საქმე ეხება დოკუმენტების დამუშავების წესს, ადამიანების მიერ ვადების გადაცილებას და ასე შემდეგ. ასე რომ, საკითხების მთელი სპექტრი, რომელთა გადაწყვეტაც მათ დეკემბრიდან მოითხოვეს, კვლავ მაგიდაზეა და დარჩება. Thank you so much. დიდი მადლობა ამ განმარტებებისთვის. Explanations, thank you. Thank you. Have a good day. ვაგრძელებთ მსჯელობას ვიზა ლიბერალიზაციის თაობაზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე და რისთვის უნდა ვიყოთ მზად ჩვენ საქართველოს მოქალაქეები. სტუდიაში შემომიერთ და მიხეილ მირზიაშვილი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში არის თუ არა პრივილეგია უვიზო მიმოსვლა? უვიზო მიმოსვლა გარკვეულწილად პრივილეგია, გამოგიტყვით არ ველოდი ამ შეკითხვას, იმიტომ რომ ჩემი აზრით დიდი ხნის წინ გადავაგორეთ ეს თემა ჩვენ საქართველოში, ეს თემა ეს მითები ევროკავშირთან დაკავშირებით, ამ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მე თავად ვარ მონაწილე გარკვეულწილად კამპანია იყო უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია. და მე მგონა რომ მაშინ ჩაბარდა ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ეს უკან დაბრუნდა ყველაფერი. მე არ მინდა ესე ჩანდეს, არ მომწონს ყოველ შემთხვევაში ის გამოშეს თითქოს მსხვერპლის როლშია საქართველო და ვიღაცას ჯის. ეს არ არის დასჯა არავის, მათ შორის უვიზო მიმოსვლის ასე ვთქვათ შეწყვეტა. ეს არის ფაქტიურად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მიმართული ნაბიჯები. განმარტო თქვენი ნებართვი რა იგულისხმება. მოდით შევხედოთ რა გამոխიზლების ზარი. მოდით შევხედოთ რას მოითხოვს ევროპული მხარე, ევროპული კავშირის მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან, ხაზგასმით ხელისუფლებისგან და კონკრეტულად თავრობისგან, იმიტომ რომ ევროინტეგრაციის პროცესის წარმართველი ფორმალურად არის საქართველოს თავრობა. მოითხოვს რომ უკან იქნას გაწეული ის კანონები, რომელიც არღვევს საკონსტიტუციო უფლებებს. მე მაგალითად პირადად ჩემ კოლეგებს და რამოდენიმე კოლეგას სამოქალაქო სექტორიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გვაქვს მიმართული იმ ცნობილი გამჭვირვალობის, მოკლედ რომ მეძახით რუსული კანონის წინააღმდეგ. და პასუხი არ არის. სხვა კანონებიც არის ესეთი მიღებული, რომელიც ასევე დისკრიმინაციული. თუ გავიხსენებთ რა უძღოდა წინ თავისუფალი ამ უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, მე გავიხსენებთ, რომ იყო 2 წლიანი პერიოდი და ეს არის ძალიან პოზიტიური გამოცდილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და ევროკავშირის შორის როგორ არის ეს ურთიერთობა. ეს იყო კარგი სკოლა, კარგი სკოლა იყო ჩვენი ბიუროკრატიისთვის, თუ როგორ ხდება წინაპირობების შესრულება, რომ მერე წინსვლა იყოს ევროინტეგრაციის საკითხში. და ითვლებოდა, რომ უვიზო მიმოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები, ასე ვთქვათ, სიკეთე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს. მერე თუ არ ჩავთვით უკვე ასოცირების შეთანხმებით განხორციელებული მრავალი პროექტის და პროგრამის სიკეთეებს. ეს იქამდე ასოცირების შეთანხმების, ასე ვთქვათ, სიკეთეების გამოკვეთამდე ეს ერთ-ერთ ხელშესახებ სიკეთეთ ითვლებოდა. ხო და სწორედ იქ მე თქვენს დარწმუნებული არ გჭირდება შეხსენა, მაგრამ აყურებელს მინდა შევახსენო, რომ საქართველოს მაშინ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და ერთ-ერთი მთავარი კანონი, ასე ვთქვათ, გახმაურებული მათ შორის იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც გულისხმობდა საკონსტიტუციო უფლებების მექანიზმის შექმნას კანონის სახით, რომ დაცული იყო დისკრიმინაციის, ასე ვთქვათ, საქართველოს კონსტიტუციის უფლებები, ანუ საქართველოს მოქალაქეების უფლებები არ ყოფილიყო დისკრიმინებული რაიმე ნიშნით.
ხო და აი ეს კანონი არ ღვევს ამ პრინციპებს. ანუ, როდესაც ახლა ევროპული კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგშია, იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა პირობებია შესასრულებელი, ეს პირობები არ არის ახალი გამოგონებული რაღაც, ან მე რა თქმა უნდა შევთანხმდეთ და შეთანხმების დადების მერე რაღაცა მე რო ახალი დამატებითი რაღაცა მოვიფიქრო. თქვენი დასჯის მიზნით. ხო, ესეც ცოტა ირონიულად ვამბობ, იმიტომ რომ ეს მსხვერპლის როლში თავის წარმოდგენა ძალიან მოდური გახდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ აქ უნდა გაიმეჯოს საქართველოს ხალხი სამწუხაროდ და ხელისუფლება. ხო, აი ეს პირობები წაყენებულია მთავრობის და ხელისუფლების წინაშე, რომ კანონმდებლობის გაწევა, პრაქტიკის გაწევა და ასე შემდეგ. ანუ თავარი პრეტენზია რაც არის, ის არის რომ ის რის გამოც იქნა გადაწყვეტილება ევროპული მხარის მიერ მიღებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეძლებოდათ უვიზო ვიზის გარეშე მიმოსვლა, მოკლევადიანი ვიზის გარეშე, ეს პირობა ირღვევა და ამ პირობის შესრულებას მოხდა. რეალური პერსპექტივა რა ჩანს დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ფონზე, როცა ქართული ოცნება, ესე ვთქვათ, არაფერში არ ადანაშაულებს საკუთარ თავს, როდესაც ამბობს, რომ პროცესი შეჩერებულია ევროკავშირის მიერ და არა ვთქვათ იმ ცნობილი 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, როდესაც ესე ვთქვათ, იგივე იმ დიდ კანონში უმცირესობების უფლებების დაცვის, ანუ ერთ კონკრეტულ ასპექტს იღებს და ესე ვთქვათ, ამ ასპექტით კონკრეტულად ესე ვთქვათ, ამ ასპექტით ჟონგლიორობს, ესე ვთქვათ, და იყენებს ამას, ამ ყველაფერს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის მცდელობას ევროკავშირის მხრიდან. აი ამ ვითარებაში რა პერსპექტივა ჩანს საბოლოო ჯამში, თუნდაც კი ბატონო ავიღოთ ვიწროდ ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებით. ძალიან მინდა ვუპასუხო სუვერენიტეტის საკითხს, იმიტომ რომ რა გამოდის, რომ ევროკავშირი ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს, რაში რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე, ამაზე რაღაცა გადაწყვეტილების უფლება ევროკავშირს უნდა გქონდეს თუ არა, ეს ვის სუვერენიტეტის შელახვა არის. ეს ისე ასე ვთქვათ, ფაგულდათურად, მაგრამ ორნაირი პერსპექტივაზე შემიძლია ვისაუბრო. ერთი, აი ეს ხვალინდელი დღის პერსპექტივა, მე გულისხმობ პირდაპირ მნიშვნელობით ხვალინდელი დღის, ეს წარმომიდგენია როგორც გაგრძელება ეს მარტის დასაწყისში მიღებული ახლა წინ მიტესის კომუნიკაციაც, როდესაც ასე ვთქვათ, დიპლომატიური პასპორტის და ამ ტიპის ეგრეთ წოდებული სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეზღუდათ აი ეს უფლება, რომელიც ფაქტიურად 2011 წელს ვიზა ფასილიტაციის ფარგლებში მარტივდებოდა. ფაქტიურად ეხლა მიმართება იმაზე. მოკლედ ეს პროცესი ეხლა ხვალ რაც იქნება, ჩემ წარმოდგენით ეს იქნება აი ამ მარტის გადაწყვეტილების სამუშაო ჯგუფში განხილვა, იმიტომ რომ იმ გადაწყვეტილებასთან ასეთი რამ ზრდებდა. 12 თვით, ანუ 1 წლით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც შეუჩერდათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს, საქართველოს მოქალაქეებს და თუ ასე ვთქვათ არ გამოსწორდება და ძალიან ცნობილი კრიტერიუმები არის უკვე იმ მიმართულებით, მაშინ შესაძლებელია მიღებული იქნას გადაწყვეტილება, ეს იქვე წერია. რომ 2 წლით, ანუ 24 თვით მოხდეს ამის გაგრძელება. გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მიღებული იქნება, როგორც თქვენ რესპონდენტმა თქვა, იანვარში. და მე გამოგიტყდებით და ოპტიმისტი ვარ და არ ველი, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართული იქნება უფრო ფართოდ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. თუმცა შეიძლება ეს დროც დადგეს იმ შემთხვევაში თუ ძალიან გაუარეს და მე ამას რატო ასეთი ოპტიმიზმის საშუალებას მაძლევს ის, რომ საბედნიეროდ ევროპულ კავშირში მშვენივრად იციან ჩვენთან სიტუაცია, მათ იციან და ასხოვებენ სამწუხარო გასანსხოვებელია, მაგრამ ასხოვებენ საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ხალხს
რომელიც აგერ დგას ხოლმე თქვენი ოფისიდან ყოველ საღამოს ზუსტად იმ თემებთან დაკავშირებით, არც ევროინტეგრაცია ქვია იქ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სწორედ ევროინტეგრაცია. ევროინტეგრაცია არ არის საგარეო საქმეთა საქმე, ასე ვთქვათ. ეს არის დიდწილად საშინაო საქმე, რაც გულისხმობს შიგნით, ასე ვთქვათ, შიდა ურთიერთობებს, მათ შორის ადამიანის უფლებებს. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო აქცენტებისთვის მიხეილ მირზიაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მას. ერთი რომ აქვეყანას ვერ დავანგრებთ იმის გამო რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს დღეს პოლიტიკური იარაღად, რაც კიდე მესამე დარღვევა არის, როდესაც სავიზო პოლიტიკას იყენებ პოლიტიკური იარაღად. იმიტომ რომ სავიზო პოლიტიკა ყველას აქვს, ყველა ქვეყანას აქვს ასე ვთქვათ სავიზო სისტემა და მაშინ ახლა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვიზა რა ვიცი მე პოლონელი ჩინოვნიკებისთვის თუ რა ვქნათ ახლა ესე უნდა ესკალაციაზე წავიდეს ყველაფერი. ამიტომ აი ეს არის უმწიფარი პოლიტიკა ევროკავშირის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. სანამდეც ბრიუსელმა დღეს მიიყვანა ევროკავშირი, აი ამ უმწიფრობით მიიყვანა, ამიტომ არის რომ რუბიო კაიაკალას არც კი ხვდება ასეთ უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირის, ყურადღებასაც არ აქცევენ შეხვედრის ღირსადაც ართულიან ევროკავშირის უმაღლეს საგარეო წარმომადგენელს. ასე რომ ეს უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ეს ტექნიკური ხასიათის არის ტექნიკური ჯგუფი საქართველოსთან წარმოდგენილი, რომელიც გაივლის ამ საკითხებს. პოლიტიკური რაიმე პრეტენზიები თუ აქვთ, ელაპარაკონ პოლიტიკოსებს ტექნიკურ დონეზე ეს საკითხები ვერ განიხილება და პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკური პასუხები გვაქვს. თქვენ საჯაროდ თქვენ და ქართულ ხალხს უთხრან სინამდვილეში რასაც ითხოვენ. თქვენ საჯაროდ რასაც ითხოვენ, ითხოვენ რომ სანქციები დაუწესოთ რუსებს, ითხოვენ რომ ევროკავშირის კლავაც ხონდეს შესაძლებლობა რომ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში და ამის სანაცვლოდ გვთავაზობენ მარწყვს. კიდევ ერთხელ, როგორც რეგიონში უკვე დამკვიდრდა გამოთქმა, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. თამარ გუგულაშვილთან ერთად შევაჯამებთ იმ რეალისტურ მოლოდინებს, რაც მათ შორის ჩვენ რიგით მოქალაქეებს შეიძლება ჰქონდეს 11 ივნისის და მის მიღმა ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით ინტერვიუ გუშინ ჩავწერეთ, გიტოვებთ თამარ გუგულაშვილთან საუბარს და პარასკევამდე გემშვიდობებთ. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ქალბატონ თამარ, აი რა რეალისტური მოლოდინი შეიძლება რომ ამ ეტაპზე გქონდეს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ეს შეხვედრა უკავშირდება თუ არა მათ შორის ჩვენი რიგითი მოქალაქეების მოლოდინებსაც. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კი, ეს შეხვედრა პირდაპირ უკავშირდება, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ რომ ფაზები არის აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების და ეხლა ამ ფაზაში თუ არ გადაწყდა ყველაფერი საკითხი, რასაკითხსაც ევროკომისიას, ევროკავშირს აქვს პრობლემები საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, შემდეგი ფაზა მე უკვე შეეხება მთლიანად ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს იქნება შეჩერების ფაზა, იმიტომ რომ ესეც იქნება ის პერიოდი, რომელიც კიდევ მიეცემა საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ გამოასწოროს საკუთარი მიდგომა და პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართულებით და შემდეგ იქნება უკვე კიდევ სხვა ფაზები, რომლებიც ბოლოშიც თუ ისე გაგრძელდა როგორც დღეს, მართლა შეიძლება საერთოდ გაუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვადები აქვს და ამ ვადებსაც ის დანიშნულება აქვს, რომ მთავრობა, რომელზედაც არის საუბარი, გამოასწოროს საკუთარი ქმედებები, რომ საბოლოოდ ეს ვიზა ლიბერალიზაცია არ გაუჩერდეს მთლიანად ქვეყანას. აი, ქართული ოცნების ხაზგასმა, რომ 11 ივნისის შეხვედრა ეს არის ტექნიკური შეხვედრა. აი, რას ემსახურება, თქვათ, აი ეს ტექნიკური ეს ტერმინი რაიმე მხრივ ამსუბუქებს იმას, რაზეც რეალურად მიდის საუბარი? არ ამსუბუქებს ნამდვილად თავად თემატიკას და თავად იმ საკითხს, რაზეც ხდება ეს შეკრება. რა თქმა უნდა, ეს არის ტექნიკური შეკრება. ტექნიკური ეს იმას ნიშნავს, ესე უნდა გავიგოთ, რომ აქ არ არიან გადაწყვეტილების მიღები პირები, ჩართულები პირდაპირ, არიან
ცოტა უფრო დაბალი რანგის ფუნქციონერები, მაგრამ მაინც ის ადამიანები, რომლებიც მოამზადებენ იმ დასკვნას, რომელსაც შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება დაეყრდნობა. ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არის უკვე იმ ტექნიკურ გუნდზე, ასე ვთქვათ, პუნქტებრივად უნდა განიხილონ, თუ სად არის დღეს საქართველოს პუნქტებთან შედარებით, იმ რეკომენდაციებთან თუ მოთხოვნებთან შედარებით იმას, რაც მას წაუყენეს და აი ამ ყველანაირი ამ საკითხების, ასე ვთქვათ, გავლის შემდეგ ტექნიკურ დონეზე, ჩვეულების, ფუნქციონერების დონეზე, საჯარო მოხელეების, ასე ვთქვათ, ორივე მხრიდან, შემდეგ მომზადდება უკვე ისეთი მოხსენება, რომელიც წარადგინება პოლიტიკური გადაწყვეტილების გამომტან ადამიანებს, ხო, ევროპაში და ეს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს მოხსენებას, რასაც ევროკომისია შემდეგ დაწერს, ამას არ წერს თავად ევროკომისარი, ანდაც ევროკომისიის პრეზიდენტი. მოხსენებები, რომელსაც შემდეგ გადაწყვეტილების გამოტანა ეფუძნება, ყოველთვის არის იმ ტექნიკური გუნდის დაწერილი ყოველთვის, მაგრამ რომლის პოლიტიკური შემდეგ გადათარგმნა პოლიტიკურ ნაბიჯში ხდება და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამის გამო სწორედ რადგანაც აი ეს შეხვედრა დაუდებს აღძულს იმას რომ ევროკომისიამ დაწერო შემდეგ მოხსენება რომელსაც წარადგენს უკვე ევროპარლამენტთან უკვე ეს იქნება ამ წლის ბოლოს და რა თქმა უნდა დაჭირდება 1-2-3 თვე რომ ეს მოხსენება შეჯამდეს და შეჯამდება არა მხოლოდ ის რასაც საქართველოს მთავრობასთან დისკუსიაში გაივლიან არამედ ყველა ის მოხსენება თუ რეკომენდაციები თუ საბუთი და ის დამამტკიცებელი საბუთები, რასაც ევროპა ისედაც მიიღებს სხვა საკუთარი პარტნიორებისგან, ასევე ეს იქნება არასამთავრობო სექტორი თუ იქნება თვით ევროკომისიის მისიად საქართველოში, რომელიც თავადაც განიხილავს, რა თქმა უნდა, თუ რა ნაბიჯები გადაედგმება საკანონმდებლო დონეზე საქართველოში იმ საკითხების მიმართულებით, რა საკითხებიც არის მნიშვნელოვანი. მადლობა ამ დეტალური განმარტებებისთვის, ქალბატონო თამარ. ევროკომისიის სპიკერის მარკუს ლამერის განცხადებაც მინდა რომ ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ, ორ ნაწილად ჩავშლი ამ განცხადებას თქვენის ნებართვით. პირველი ნაწილი ლამერმა განაცხადა, რომ ტექნიკური შეხვედრა მიზნად ისახავს იმ წინაპირობების შეფასებას, თუ რა მიიყვანა ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების გაუქმებამდე. რა ტიპის აქცენტი არის ეს, როგორ უნდა გავიგოთ და თქვენ უკვე თქვით, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ამ ადამიანებს არ ეხებათ, თუნდაც ეს პირველი ფაზა. ამიტომ ეს სრული კონტექსტი რომ დაგვანახოთ თქვენ როგორც ესე ვთქვათ ამ ენის კარგად მცოდნე. ეს მოკლედ აჯამებს იმას, რომ ევროკავშირს უნდა განიხილოს ის სიტუაცია პოლიტიკური, რამაც მიიყვანა სწორედ ევროკავშირი, რაც ხდება საქართველოში, რამაც მიიყვანა ევროკავშირი იმ დონემდე, რომ აი ამ პოლიტიკის გადახედვა მოხდეს. ეხლა იქიდან რომ დავიწყოთ, როცა ევროკავშირმა გადაწყვიტა ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭება საქართველოსთვის, ეს იყო იმის გამო, რომ საქართველოს განახორციელება უმნიშვნელოვანესი რეფორმები მანამდე იმისთვის რომ ტექნიკური იქნებოდა თუ პოლიტიკურ დონეზე შესაბამისობაში მოსულიყო მისი ასე ვთქვათ პოლიტიკა იქნებოდა ეს უვიზო თუ პასპორტების და ასე შემდეგ ქვეყნის კონტროლის მიხედვით და ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ევროკავშირის სტანდარტებთან და ევროკავშირმა ჩათვალა რომ იყო საკმარისი ის პოლიტიკური თუ ტექნიკური, ასე ვთქვათ, მდგომარეობა საქართველოში, რომ ამ ქვეყნისთვის მიეცა ეს პრივილეგირებული სტატუსი, რაც არის უვიზოთ მოგზაურობა ქართველებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე. და ეს, რა თქმა უნდა, ეყრდნობა ასევე მთლიანად ქვეყნის მიმართულებასაც, იმიტომ რომ იმ დროს თუ გავიხსენებთ, საქართველოს ძალიან მყარად მიდიოდა ევროპისკენ დაახლოებასკენ და კიდევ მეტადაც უსწრებდა სხვა დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც იგივე, ასე ვთქვათ, მოწოდებას გამოხატავდნენ, ხო, საკუთარი. ეხლა სიტუაცია საქართველოში შეიცვალა იმ მხრივ, რომ საერთო ზოგადი პოლიტიკური მხრივ საქართველოს დღევანდელი მთავრობა დაუპირისპირდა ევროკავშირის, იმიტომ რომ ყოველდღიურად მიდის ევროკავშირის ლანძღვა, კრიტიკა. ნამდვილად გამოცხადება მტრის ხატის შექმნა ევროკავშირისგან და ეს ევროკავშირმა დიდი ხანია უკვე აკურდება და უყურებს რომ ასე ხდება და გარდა ამისა მოხდა პოლიტიკების ძალიან საქართველოს
მთავრობის პოლიტიკის მთლიანად დაშორება ევროკავშირის პოლიტიკებისგან და მაგალითად ეს სხვადასხვა საკითხებში შეიძლება უმნიშვნელოვანეს საკითხებში ეს ჩამოვთვალოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთმიდის ქვეყანა, ასევე დემოკრატიის მხრივ, იმიტომ რომ ეს არის პირველი საფუძველი ევროკავშირის და დემოკრატიის მხრივ საქართველოში მოხდა უკაცრესი ასე ვთქვათ, გაუარესება სიტუაციის და ამ ყველაფერმა ერთად მიიყვანა ევროკავშირი იქამდე, რომ არა მარტო წინ ვეღარ მიდი საქართველოსთან, არამედ იმ პოლიტიკებს და იმ შეთანხმებებს, რაც უკვე მიღებული აქვს, მიცემული აქვს საქართველოსთვის, იმის გადახედვა მოუწია. და მოუწია ამის გადახედვა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, წინ ვერ მიდიოდა სანქციების პოლიტიკის მხრივ და ჩათვალეს რომ ის ფაქტი რომ საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი, ეს უვიზო რეჟიმის გადახედვა უნდა მოხდარიყო. არა მარტო იმიტომ რომ უნდა ერეაგირათ იმიტომ რომ ეს თვითონ ეს შეთანხმებაც არის იმის გამო დადებული რომ დაახლოებული ამ ბლოკთან ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანას უნდა კონდეს, პარტნიორ ქვეყანას უნდა კონდეს ეს შეთანხმება და უკვე საქართველოს აღარ არის პარტნიორი. მეტიც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს უკვე საქართველოს თუნდაც ფურცელზე, თუნდაც სახელით, მაგრამ ეს სტატუსი მას აქვს და ეს რაღაცას ალბათ მნიშვნელოვნად ცვლის მაშინ, როდესაც ესე ვთქვათ, კურსის გაღრმავებაზე კი არა, კურსის ცვლილებაზეა პირიქით საუბარი და ხშირად ბევრ ანგარიში ჩვენ ზუსტად ამაზე ხაზგასმა გვესმის ხოლმე, რომ საქართველო პრაქტიკულად არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კი არ გააღრმავა ეს ურთიერთობები, არამედ პირიქით გააღრმავა ეს ნაპრალი, რაც გაჩნდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დიახ, თითქოს სწორედ ზუსტად აღნიშნეთ, თითქოს საქართველოს როგორც კი მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაშინვე გადაწყვიტა, რომ უკვე არ უნდა ეს კანდიდატის სტატუსი და თითქმის დღეს უკვე იმასაც წყვეტს მთავრობის დონეზე, რომ არც ის დაახლოებული, ასოცირებული მეზობელი ქვეყნის სტატუსი უნდა, რაც ჰქონდა, იმიტომ რომ ეს უვიზო რეჟიმი არის ასოცირების შეთანხმება და ზედაფუძნებული ერთ-ერთი მისი ნაყოფი, ასე ვთქვათ, და აი ეს დაახლოებული მეზობლის სტატუსიც აღარ უნდა. და სხვათა შორის პოლიტიკურ დისკურსში საქართველოს დღევანდელი მთავრობის ლიდერების ეს ნათლად ჩანს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ამბობენ, რომ ასეთი ევროპა ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისეთი ევროპა, რომელიც არსებობს და ამით ევროპას ეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვინდა ევროპა, ან ჩვენ ეს პრივილეგირებული სტატუსი, ასე ვთქვათ, დაახლოება, პარტნიორობა, მეზობლობა და აი ამ სამეზობლო პოლიტიკაში მოკლედ კიდევ ყოფნა, ანუ ჩამოქვეითებაც კი კანდიდატოს სტატუსიდან, კანდიდატობის სურველი ქვეყნებიდან, ისიც უკვე აღარ უნდათ, იმიტომ რომ უკვე ესკალაცია მოხდა მათი დისკურსის აშკარად და უკვე აი ამ საკითხით, ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით ძალიან აშკარად ღიად ამბობენ, რომ ამ მარწყულზე არ გაცვლიან, ანუ მარწყულად გამოყავთ ბოლო შეფასებებით ის უდიდესი მონოპოვარი, რაც საქართველოს მოსახლეობის, ანუ ყველა ქართველს აქვს იმის შანსი, რომ იმოგზაუროს ევროპაში და არა მარტო იმოგზაუროს, არამედ წავიდეს იმუშაოს, ანდაც ისწავლოს, ხო? და რა ვიცით, რამდენი ქართველი არის დღესდღეობით გამოსული მაგალითად ევროპაში, რომ ისწავლოს. და აი ამ ყველაფრის ასე ხელდასმით, ასე ვთქვათ, ნაგვის ხუთში უნაში გადაყრა არის ახალი, იმიტომ რომ თითქოს ესეთი რო შევხედოთ შორიდან ესეთი სურათი იქნება, რომ როგორც კი ევროკავშირმა ამ საქართველოს 30 წელი აკაკუნა ევროკავშირის კარებზე, ასე ვთქვათ, ევროკავშირს უხსნიდა ევროპელებს, რომ მეც ევროპა ვარ და იმ დროს როცა მას უკვე კარი გაუღეს, მაგრამ ეს კარი ფართოდ გაუღეს, კიდევ გააჯახუნა ეს კარი და წავიდა. აი ესეთი ნიშანი ჩანს და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ყველა გაოცებით უყურებს, იმიტომ რომ მართლაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში და გაფართოების პოლიტიკაში, რაც ყველაზე საინტერესო, გაფართოების პოლიტიკაში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელიც ასე ღიად და ასე დაჩქარებული წესით ამბობს უარს იმ ყველა პრივილეგიაზე, რაზეც უკვე ევროკავშირი თანახმაა და აძლევს მას ამ პრივილეგიებს და პირდაპირ კარებს აჯახუნებს. ან მართლაც პრეცედენტი არის, ჯერჯერობით თვითონ ევროკავშირის სტრუქტურებშიც ყველა ამას აღნიშნავს და ყველა ამაზე საუბრობს, რომ საქართველოს ანტი მაგალითია ჩვენა, იმიტომ რომ აქამდე, აი ამ მომენტამდე გაფართოების პოლიტიკა ყოველთვის იყო
იმ ქვეყნებში, რომელსაც ამ გაფართოების პოლიტიკაში ჩართავდა ევროკავშირი, დიდი რეფორმების სტიმულატორი, დემოკრატიზირების ძალიან დიდი სტიმულატორი და აქედან არ დაგვაუწყდეს, რომ შემდეგ უკვე ხდებოდა ეკონომიური ძალიან ძლიერი ამასვლა. ამ ყველაფრის ფონზე, როცა ეს არის მიღებული ფაქტი ევროკავშირისთვის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში ასე მოხდა და იცის ეს რა თქმა უნდა საქართველოს დღევანდელმა მთავრობამაც, მაგალითად პოლონეთი ეკონომიკურად რა სიტუაციაში იყო, სანამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში შევიდოდა, შემდეგ როცა გახდა წევრი და დღეს ეკონომიკურად სად არის პოლონეთი და აი ამ ყველაფერს, ნებისმიერი სხვა ქვეყანაც და აი ამ ყველაფრის ფონზე არის ერთი ქვეყანა, რომელიც აქამდე იყო ყველაზე პროევროპული და ყველაზე მოტივირებული და დღეს ამ ყველაფერზე თქვა უარი, იმიტომ რომ პირდაპირ კარი გააჯახუნა, ასე ვთქვათ. ქალბატონო თამარ, ისევ ლამერის განცხადებას რომ დაუბრუნდე და თქვენ გაკვირით შეეხეთ ამ საკითხს და ცოტა მეტად მინდა რომ ჩავუღრმავდეთ, მან ხაზი გაუსვა სპეციალურად რომ ეს ტექნიკური შეხვედრა მათ შორის მიზნად ისახავს იმ წინაპირობების უბრალოდ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ნაწილში ევროკავშირის შეშფოთების მთავარი მიზეზი არისო. აი ხშირად ჩვენ ქართული ოცნებისგან გვესმის, რომ აი საქართველოს ხომ არის წინ, ვთქვათ მოლდოვაზე, ხომ არის წინ უკრაინაზე, ვთქვათ რაღაც ასპექტებში ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც განხილული არის როგორც უფრო მეტად მათ რიტორიკაში ყოველ შემთხვევაში როგორც უფრო მეტად ტექნიკური პროცესი, თითქოს რაღაც ტექნიკური საკითხები იყო მხოლოდ, რაც შესრულებული აქვს საქართველოს და შესაბამისად უსამართლო ხომ არის ვიზა ლიბერალიზაციის უკან წაღება საქართველოსთვის. თუმცა ლამერის აი ამ განცხადების მეორე ნაწილში და აი ამ ხაზგასმაში, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატია არის მნიშვნელოვანი, იკვეთება ჩემთვის ის, რომ დიახ, ტექნიკური საკითხებიც არსებობს, მაგრამ ამ ტექნიკური საკითხების საფუძველი ყოველთვის არის ის ღირებულებები, რომელი ღირებულებებისგან ევროკავშირი არასდროს არ მიჯნავს თავის ჯამში თავის პოლიტიკას და თუნდაც იმ ტექნიკურ საკითხებსაც. ამიტომ აი თქვენგან ამ ხაზის ახსნა მინდა ჩვენი მაყურებლისთვისაც, რომელიც შესაძლოა ასევე იბნევა, როდესაც თქვა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებს უყურებს, სადაც საქართველო არ არის ყველაზე ცუდად წარმოდგენილი, ესე ვთქვათ, ამ რეიტინგებში. და ბევრია ასეთი რეიტინგი. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ ამ შეთანხმებას რაც შეეხება, ძალიან ესეთია, რა ქვია, კონტრპროდუქტიულია, ასე ვთქვათ, არაპროდუქტიულია იმის მტკიცება, რომ ტექნიკურად რომელიმე სხვა ქვეყანას საქართველოს ჯობია და ამიტომ მას ეს შეთანხმება უნდა გქონდეს და არ უნდა გადაიხედოს. ეს არასწორია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გვავიწყდება, რომ ამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროკავშირისთვის მთავარი არის ღირებულებები, იმიტომ რომ ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი და პირველ თუ მეორე პუნქტში ნებისმიერი ასეთი დიდი შეთანხმების ყოველთვის წერია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და დემოკრატია და კანონის უზენაესობა. თუ ქვეყანა იქ არ არის, ანუ აი ამ ასე ვთქვათ, ამ პუნქტებში პრობლემა აქვს, ეს ასეთი კონტაქტები უნდა გადაიხედოს და რა თქმა უნდა სხვანაირი ურთიერთობაც ბევრი ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს, ანუ ჩვენ სამეზობლოშიც არიან ქვეყნები, რომელსაც ევროკავშირს აქვს ურთიერთობა, მაგრამ არა პარტნიორობაზე დაფუძნებული და ეს არ არის ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებული, იმიტომ რომ როცა ასოცირების შეთანხმება გაქვთ ევროკავშირთან, თქვენ მასთან ასოცირდებით, ანუ თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ამ კლუბთან ახლო ხართ ღირებულებებით. და აქ ამ კლუბთან ერთად გინდათ ასოცირება. მაგრამ როდესაც ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყანა იწყებს ადამიანის უფლებების უხეშ რღვევას, დემოკრატიის ჩამონგრევას და ყველანაირი ინსტიტუციების, ასე ვთქვათ, გაუქმებას de facto, ეს არ შეიძლება ევროკავშირმა გაატაროს. აი ნამდვილად არ შეიძლება გაატაროს და ტექნიკურადაც შეიძლება იყოს ესეთი პრობლემები, რომლებიც არის რთული, არ არის ტექნიკურად ქვეყანა ძალიან წინ წასული, მაგრამ მას თუ აქვს ასეთი სვლა, ანუ დემოკრატიისკენ, უფრო პროგრესისკენ, რეფორმისკენ და ქვეყანა ჩვენს რა მე მანდ მოვდივარ, შეიძლება ევროკავშირმა კიდევაც
დაელოდოს და გადახედოს იგივე მოლდავეთის და უკრაინის შემთხვევები რო ავიღოთ, იქ შეიძლება იყოს გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რითაც მოლდავეთი თუ უკრაინა ისე პასუხს ვერ სცემს ტექნიკურად ეხლა უვიზოსთან დაკავშირებით, როგორც საქართველო, მაგრამ თავარია პოლიტიკური მიდგომა. და საქართველოს ახლა ტექნიკურის მხრივ რო გადავხედოთ, არაფერი არ არის კარგად, იმიტომ რომ საქართველომაც მხოლოდ იმ ასპექტში რომ ასოცირებულმა წევრმა და ამ ვიზა ლიბერალიზაციის მქონე ქვეყანამ საკუთარი უვიზო შემოსვლის პოლიტიკა ნამდვილად არ აქვს ჰარმონიაში მოყვანილი ევროკავშირთან, ეგ ხო ფაქტია, იმიტომ რომ მაგალითად სულ 12 ქვეყანა ამ რამდენიმე თვის წინ საქართველომ გაუხსნა ეს ქვეყნებს როგორც არის პაკისტანი და ასე შემდეგ უვიზოთ შემოსვლის საქართველოში შემოსვლის საშუალება, რაც სულაც არ მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან და ასევე ის პოლიტიკაც არის საინტერესო, ხა ამის მე სპეციალისტი პირდაპირ არ ვარ, მაგრამ როცა საქართველოში რეზიდენტობას იღებ, ანდაც მოქალაქეობას იღებ საქართველოში, მაგალითად რუსეთის მოქალაქე და შემდეგ შეგიძლია ევროკავშირში როგორც ნებისმიერ ქართველმა ისე იმოგზაურო, ეს თუ არის ევროკავშირის პოლიტიკა, თუ მოწონს ეს ევროკავშირს, ესეც საინტერესოა. ხო, არა, ანგარიშებში არის ნათქვამი, რომ ესე ვთქვათ, ეს მოსაწესრიგებელი თემა არის. მაგრამ თავარი მხარე არის ის, საით მიდის ქვეყანა. და ქვეყანა მიდის იქით, რომ ხა, რა თქმა უნდა, მეორე პუნქტია ამ შეთანხმების იქნება ეს ასოცირების თუ მეორე პარაგრაფი, ხო? თუ იქნება უვიზოს თვითონ შეთანხმების, იქ ყოველთვის წერია, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა უნდა მოხდეს. ხა, რატო უნდა მოხდეს? არა მარტო იმიტომ, რომ თქვენ ასოცირება გინდათ ევროკავშირთან, ევროკავშირს არ უნდა ისეთ ქვეყანასთან ასოცირება, რომელიც რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოების საკითხიც არის პირდაპირ და ბუნებრივია, რომ უნდა წელში გამართული ქვეყანა, როგორც ესე ვთქვათ, თავისი წევრი, ხო? მით უმეტეს, რომ ხარდაჭერასაც არ იშურებს იმისთვის, რომ წელშიც გამართვაშიც დაეხმაროს იმ ქვეყნებს, ვინ შემდგომში მისი წევრები იქნებიან. პოლიციას როცა უყურებენ ევროპელები იმ მაგალითად ვიდეოებს, სადაც პოლიციელი ქუჩაში ვიღაცა შავი ნიღბიანი ადამიანები სცემენ ჟურნალისტს და პოლიციელები არ ეხმარებიან, ან იმ ადგილიდან მიდიან. ეხლა რა ელემენტარულად რა შავიზლება შეიძლება შეიქმნათ ამ ქვეყანაში ევროპელი ტურისტის ჩამოსვლისა, ხო? ანუ, როდესაც ქვეყანაზე არის ესეთი შეხედულება, ამ ქვეყანაში არ არის უსაფრთხოება გარანტირებული თვით ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რა თქმა უნდა არ არის გარანტირებული ამ ქვეყნიდან არანაირი მისვლა-მოსვლა უსაფრთხო არ არის ევროკავშირისთვის. იგივე მაგალითად როდესაც ჩვენთან მიიღეს იმისი კანონი, რომ ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება წახვიდეთ ციხეში. ნებისმიერი ევროპელი, რომელიც ჩამოვა და ეს არ ეწოდინება, შეიძლება გარკვეული პრობლემა აი ქალბატონ თამარ, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესე ვთქვათ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ესე ვთქვათ, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებშია, იმ რიტორიკის გათვალისწინებით, რაც თქვენ ახსენეთ, რაც მიემართება ყველაზე უფრო ხშირად პირდაპირ ევროკავშირის ელჩისკენ საქართველოში, ასევე გერმანიის ელჩისკენ საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორის მივლინება, ესე ვთქვათ, ამ ტექნიკურ შეხვედრაზე, რამდენად ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილებაა თქვენი გადმოსახედიდან? ნამდვილად არ არის, ხა, მე პირადად ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, არ არის ადეკვატური, იმიტომ რომ ჯერ საინტერესო საერთოდ დიასპორების და საკონსულო საქმეებში ადამიანებს ამ საკითხებს კურირებს. არ ვიცი, შეიძლება მის დელეგაციაში შედის ის სხვა ადამიანები, რომლებიც აი იმ კონკრეტულ კითხვებს გასცემენ პასუხს, რომელიც უფრო უკავშირდება, რატო იქნა მიღებული ის კანონმდებლობები, რაც დღესდღეობით მიიღო საქართველომ, განსაკუთრებით აი ამ უვიზო რეჟიმის გადახვევის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ. და მაგალითად, ვთქვათ, რატომ ხდება, სად ვართ საკანონმდებლო მხარეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მეორე რეკომენდაცია იყო თუ მოთხოვნა, ასე ვთქვათ, რომ ის ყველა კანონმდებლობა, რაც იყო ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა უნდა გაეწვიათ. და აქაც რამდენად ეს ადამიანი უპასუხებს, სად ვართ და რატო არ იწვევს საქართველოს დღევანდელი პარლამენტი ამ დისკრიმინაციულ კანონებს უკან, იგივე ეხება უმცირესობების შესახებ კანონს და
ასე შემდეგ. აი, რამდენად ამ ადამიანს შეუძლია ამ საკითხებზე უპასუხოს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მათ შორის ირიბად ჩვენთვისაც იმის დასანახად არსებობს თუ არა საერთოდ რაიმე რესურსი შექმნილ ვითარებაში, რომ სიტუაცია გასწორდეს. სამწუხაროდ მე ვერ ხედავ ამ რესურსს, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი კიდე მოწოდება იყო იქ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, იყო კიდევ ერთი სხვა ჩანაწერი, რომელიც ეხებოდა ასევე სხვადასხვა ფულის გათითრების და სხვადასხვა მხარებს, უფრო ეკონომიური საკითხები იყო, იქაც ძალიან საინტერესოა, ვინ უპასუხებს აი ამ თემასთან დაკავშირებით, იქ ძირითადად 8 პუნქტი იყო. და ძირითადად საჭირო იყო ისეთი გუნდის გაგზავნა, რომელსაც შეეძლება პასუხის მიცემა და იურიდიულად ასე ვთქვათ, ცოტა დამაჯერებლადაც რომ გამოიყურებოდეს, რომ რატო შეიძლება რომ დღესდღეობით საქართველოში ადამიანები, რომლებიც ტროტუარზე დგანან და საკუთარ აზრს გამოხატავენ, ალბათ რას ტრაფარეთი უჭირავთ, ეს ადამიანები რატო უნდა იქნენ, რატო უნდა წავიდნენ ციხეში დღეს საქართველოში. აი, ამ ისახს და ვიღაცას უნდა შეეძლოს ევროპელებისთვის, იმიტომ რომ ევროპაში ეს წარმოუდგენელია. ამნაირ ქვეყანასთან იყვნენ ასოცირებულები. უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარ ამ აქცენტებისთვის და მარტივი გასაგები პასუხებისთვის. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. მადლობა.